ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაგვერთვება ქართველი გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული ამბების კარგი მცოდნე ძალიან. გიორგი, საღამოშვიდობისა თბილისის დროით მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა რეაქცია მოყვა ჯერჯერობით პირდაპირ დავიწყოთ ამას საუბარი, თუ შეიძლება ვისაუბროთ, მათ შორის ორივე პოლიტიკურ ბანაკში, იმას რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, ჩაცხრა თუ არა 48 საათი გავიდა უკვე რაღაცნაირად ემოციები და რაღაც გამოიკვეთა თუ არა ახალი პერიპეტიები, როგორი შეიძლება იყოს ახალი საზღვრები უკრაინა-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რეაქციები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იყო რომელ პოლიტიკურ ბანაკს წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ესა თუ ის ინდივიდი. დემოკრატებს ჰქონდათ უდიდესი აღშფოთება და უფრო ზელენსკის ხარე დაიჭირეს. რესპუბლიკელები წყობში ჩადგნენ და თქვეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიცვა ამერიკის ღირსება. აქ აღსანიშნავია ერთ-ერთი ყველაზე პროუკრაინელი სენატორის, ლინდსი გრემის განცხადება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდაჭერი იყო ზელენსკის, რომ ის დღეს ყველაზე ამაყია დონალდ ტრამპის თუ როდესმე იყო, რომ მან დაიცვა ამერიკის ღირსება და ასე ვთქვათ, მოუწოდა ზელენსკის, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო. შესაბამისად, სრულიად პოლიტიკური მიკუთვნელობის პრიზმაში განიხილეს ეს საკითხი ამერიკაში, რაც დემოკრატები აღშფოთებული არიან და რესპუბლიკელები ხარს უჭერენ პრეზიდენტს. იშვიათობა, თქვა ჯონ ბოლტონი და ისეთი ხალხი, რომელიც ასე ვთქვათ, ანტიტრამპისტი რესპუბლიკელები თუ შემორჩნენ, ისინი რა თქმა უნდა ასევე აღშფოთებულები. გიორგი, რა შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოებრივ განწყობებზე, ალბათ რთული ასე უბრალოდ დაკვირვებით და უნდა გაიზომოს აზრიც, თუმცა აქ სტუდიაში ვსაუბრობდით იმაზე, შეიძლება თუ არა ტრამპი დაზარალდეს და არც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა ბაზა არის ერთგვაროვანი, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების თვალსაზრისით, ყველა არც იზოლაციონისტი არის და ვერც ყველას მოეწონებოდა ალბათ რაც ოვალურ ოფისში ნახე, როგორ შეიძლება გაიზომოს და შენი აზრით ექნება თუ არა ეფექტი ამას ტრამპის იმიჯის აღქმის თვალსაზრისით, მისი ეფექტურობის აღქმის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების შეგნით თუ ეკონომიკით არის ყველა მოცული და ნაკლები მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ამბებს? რამდენიმე საკითხი. პირველი, შეიძლება თუ არა ტრამპი დაზარალდეს, შეიძლება, მაგრამ ტრამპს ეს დიდად არ აინტერესებს მარტივი მიზეზის გამო, რომ მას უკვე აღარ უწევს კენჭისხრა შესაბამისად, მას ეს ალბათ დიდად არ აინტერესებს, რესპუბლიკელები შეიძლება დაზარალდნენ, მაგრამ ეს გრძელვადიანი არ იქნება. მესამე, ხო ვიცით, რომ თქვათ ეს ტრამპის ამორჩეველი არის უერთგულესი ამორჩეველი. ამ ხალხმა, ამ კაცს აპატია ყველაფერი, მათ შორის 2021 წელი, მათ შორის კაპიტოლიუმზე თავდასხმა, მათ შორის ყველა სხვა საკითხი. შესაბამისად, ძალიან საეჭვოა, რომ ახლა უკრაინის პრეზიდენტთან ესეთი ვერბალური ესკალაცია, რამე მაინდა-მაინც ბევრი ტრამპისტი გაემიჯნოს ტრამპს ამის გამო. და ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინის საკითხი მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, მაინც ამერიკის ერთადერთი ქვეყანა, უკრაინა რა თქმა უნდა ომის შემდეგ, მაგრამ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თქვათ ამერიკის შიდა პოლიტიკურ დისკურსში ადგილი უკავია და არის ისრაელი. ხო, ისრაელზე პოზიცია შეიძლება მართლა ვინმეს თქვათ წინა არჩევნების წინ თანამდებობის ფასად დაუჭდეს. ჯერჯერობით უკრაინას ასეთი ადგილი არ დაუკავებია, ვნახოთ რა იქნება. ხა ჩვენ არ მსგავსი არა, მაგრამ გვახსოვს დაპირისპირება ნეთანიაჰუსა და ობამას შორის, ხო, იგივე ოვალურ კაბინეტში და მაშინ ნეთანიაჰუს სწორედ იმის გამო რომ ისრაელს განსაკუთრებული ადგილი უკავია, თავისუფლება მისცა, რომ ობამას ლექცია წაეკითხა და კონგრესში გამოსულიყო და ეგ ძალიან კრიტიკული ყოფილიყო პრეზიდენტის მიმართ. ნუ ხა ეს ტრამპის რიტორიკა და ყველაფერი დღევანდელ დროში დამახასიათებელი ლექსიკონი ამ ყველაფერს სხვა ფერს ძენს, რა თქმა უნდა, თუმცა ნუ კამათი გვახსოვს ოვალურ კაბინეტში და დაპირისპირება მათ შორის ძალიან ახლო პარტნიორებს შორის. დემოკრატულ პარტიაზე მინდა რომ ვიკითხო, ჩვენ რეალობა თითქოს გვესმის დემოკრატების ხმა, მათ შორის არა უბრალოდ უკრაინის საკითხზე, ყველა საკითხთან დაკავშირებით და თითქოს ჯერ კიდევ ვერ გამოდიან იმ შოკიდან, რაც მიიღეს არჩევნებზე და არა უბრალოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტის თეთრსახლი ვერ მოიპოვეს, ასევე იმის გამო, რომ კონგრესში და სენატში ჰქონდათ ძალიან მძიმე შედეგები. ახალი კონტურები თუ იკვეთება დემოკრატიული პარტიის რიტორიკის, პოლიტიკის, ზოგადად ლექსიკონის, როგორები უნდა იყვნენ ისინი, როგორ უნდა 20 თვეში არის, ხო, არჩევნები, რომელსაც კონგრესში უნდა აირჩიონ და როგორ წარდგება დემოკრატიული პარტია იქ?
ხო, აქ ძალიან რა თქმა უნდა შოკი აქვს, რა თქმა უნდა ლიდერის კრიზისია, ეს ბუნებრივიც არის, ხო, ახლა დეცენტრალიზებული პარტიები ყავს ამერიკას და მოქმედი პრეზიდენტი, უბრალოდ უკვე ექს-პრეზიდენტი წავიდა, თან ის ასაკში იყო და ლიდერის კრიზისია და ასევე სტრატეგიის კრიზისი იმ კუთხით არიციან რა ქნან. ერთი მხრივ არის რჩევები, რომ უბრალოდ უნდა დავიცადოთ, იმიტომ რომ რესპუბლიკელებს აქვთ ორ დეპუტატიანი უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში და უბრალოდ და უნდა ვაცალოთ, რომ ერთმანეთი დაჭამონ. ჩვენ ერთი ხმაც არ უნდა მივცეთ მათ ბიუჯეტისთვის და ვალის გაზლისთვის და ასე შემდეგ, ვაცალოთ მათ, რომ ერთმანეთი დაჭამონ. არის მეორე სტრატეგია, რომ ჩვენ აქტიური წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ, თუმცა ეს ჯერჯერობით მაინდა-მაინც ეფექტური არ არის, იმიტომ რომ ეს უფრო USAID-ის ოფისთან მიტინგებით გამოიხატება, რაც მაინდა-მაინც ეხება ამერიკის ფართო საზოგადოებაში დიდ მხარდაჭერას არ ნახულობს. მესამე გზა, ასე ვთქვათ, ბერნი სანდერსი ცდილობს, რომ რაღაც პოლიტიკური მობილიზაცია მოახდინოს, ასე ვთქვათ, მემარცხენე დემოკრატების ამ ანტიოლიგარქიულ და პროდემოკრატიულ მესიჯზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს კრიზისი არის, თუმცა დრო ალბათ უფრო დემოკრატებზე მუშაობს იმ კუთხით, რომ რესპუბლიკელებს ეხა აქვთ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და როცა ხელისუფლებას იხართ, შენი მიზეზით თუ არა შენი მიზეზით, მაინც ყველაფერზე პასუხისმგებელი ხარ, ხო? როგორც მაინდა-მაინც ბაიდენი შეიძლება ეს პირდაპირ არ იყო პასუხისმგებელი კვერცხის ფასზე და არც ახლა არის ტრამპი, მაგრამ ის რო კვერცხი ძვირდება და დახლებზე დეფიციტია კვერცხი, ეხლა ტრამპი არის ამაზე პასუხისმგებელი. დიახ, ეს აზიანებს ტრამპს. კი ბატონო გიორგი, მოდი ვისაუბროთ ახლანდელი ადმინისტრაციის საგარეო ხედვაზეც გადავიდეთ უფრო ესეთ ზოგად გეოპოლიტიკურ საკითხებზე. როგორ შეიძლება აღწეროთ? შეიძლება ვთქვათ, რომ ინტერესთა გადანაცვლება მოხდა ჩვენი რეგიონიდან, მაგალითად, როგორ ჩანს ახლა ეს მაქაური პერსპექტივიდან, რამდენად ფუნდამენტურია ის საფრთხე, რაც უდგას მაგალითად ტრანსატლანტიკურ ალიანსს. ახლა ვიცით, რომ ევროპაში იკრიბებიან ლიდერები და მათი ამოცანა არის ერთგვარად დაალაგონ და დააცხრონ ეს ემოციები ბოლო დღეების. ხო, ტრამპის მოსვლით რა შეიძლება ითქვას, რომ დაბრუნდა, არცად არ წასულა ალბათ, მაგრამ ეხლა უფრო წინა პლანზე გამოვიდა ეს ხისტი რეალ პოლიტიკა და ტრანზაქციული ურთიერთობების საერთაშორისო პოლიტიკაში. უხეშად რო ვთქვათ, რა ხეირი მე, ხო, ყველა შეხვედრაზე ამბობს, რომ აქედან ჩვენ რა ხეირი, ამერიკას რა ხეირი, ან პირად რომ თქვენ ზედმეტად მეც იხდი, არ იხდით, ჩვენ მეც ვიხდით, ანუ ან გძარცვალთ ვაჭრობასაც ხო ეს მიდგომა, ხო, უახლოესი მეზობელი კანადა, რომ ჩვენ გძარცვალს, მექსიკა ჩვენ გძარცვალს, ანუ ამერიკას ჭირდება მეტი ხეირი, ხო, ეს მინერალების შეთანხმებაც ხო დაახლოებით ის იყო, რომ აი ჩვენ თქვათ, აქედან რაღაცა მივიღოთ ბენეფიტი და შესაბამისად დავაბათ, თქვათ, ამერიკის ეკონომიკური ინტერესი უკრაინაში, რაც ასევე რაღაც ეტაპზე მომგებიანი იქნებოდა უკრაინისთვის. რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, მგონია, რომ ის შავი დღის პროგნოზები, რომ ნატოს დაშლის და ჯარს გაიყვანს ევროპიდან არ მოხდება, იქნება მუდმივი წუწუნი, რომ მეტი გადაიხადეთ, იქნება ასევე მუდმივი ევროპელების ეს დაპირებები, რომ რა თქმა უნდა ევროპა უნდა გაძლიერდეს და რა თქმა უნდა ევროპის ნატო და ასე შემდეგ, მაგრამ თქვათ პირდაპირ, რომ ამერიკა ევროპის უსაფრთხოებისთვის, როგორც უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, ამ წუთისთვის არის ჩაუნაცვლებელი. ამის ჩანაცვლება რომ შეეძლოთ, ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ის გადაღებული მილიონი ჭურვი ძლივ შეუგროვეს უკრაინას და ლაპარაკი ხა რომ ევროპის არმია შეიქმნება, მე მგონი ცოტა ადრეა. შესაბამისად, მე არ ველოდები რადიკალურ ნაბიჯებს, რადიკალური უნდა მით უმეტეს ტრამპის შემთხვევაში უნდა გამიჯნოთ განცხადებები და რეალური ნაბიჯები. შესაბამისად, კი მუდმივი წუწუნი რომ თქვენ ცოტა სიხდით და მეტი გადაიხადეთ და ევროპელების მუდმივი დაპირება რომ აი ნახოთ ახლა გერმანიაში მთავრობა შედგება შეძლებს ფრიდრიხ მერცი, იმიტომ რომ გერმანიის რემილიტარიზაცია სჭირდება რა? ან ვალი უნდა აიღონ, ან გადასახადები გაზარდონ, ან სოციალურ ფონდს მოაკლონ ეს ფული. ხო, ეს ფული ჰაერიდან არ მოდის, საიდან უნდა მოხდეს გერმანიის რემილიტარიზაცია? შესაბამისად, თუ ეყოფათ ევროპულ მთავრობებს გამბედაობა და გაუძლებენ თუ არა იქ შიდა პოლიტიკური ხო, ხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ხო მათ შორის და რომ არ გაძლიერდნენ პოპულისტები რის საფრთხეც არის ევროპაში. ნუ შეიძლება ითქვას, რომ გერმანიაში არჩევნები ბოლო შანსი არის გერმანული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისათვის მიცემული გერმანული მოსახლეობისგან. შეიძლება ასეც კი შევხედოთ ამ შედეგებს იმდენად დიდი არის ზრდა პოპულისტების მიმართულებით, ხო? თვითონ რესპუბლიკურ პარტიასთან დაკავშირებით, გიორგი, ბევრი ისაუბრა, ძალიან საინტერესო იყო, უბრალოდ ერთი დასამახსოვრებელი
პერსონაჟი იყო ჯეიდი ვანსი, ხო? რომელიც სპეციფიკურად აქტიური იყო. ჩვენ ახლა აქტიური ვიცე-პრეზიდენტები გვახსოვს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აი თითქოს ახლებურად გააზრებული როლი აქვს მას ამ ადმინისტრაციაში და ბევრი ფუნქციაც აქვს მას, როგორც წესი აძლევენ ხოლმე რაღაც ვიწრო ზოლს სამუშაოდ ვიცე-პრეზიდენტებს. ხო, აქ ყველგან წარმოდგენილი არის ჯეიდი ვანსი. მიუნხენში ოვალურ კაბინეტში შეხვედრების დროს უფლებას აძლევს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შენიშვნა მისცეს. რა როლი აქვს ჯეიდი ვანს დღევანდელ ადმინისტრაციაში და როგორ იტანს ტრამპის ესეთი ყოვლის მომცველი ფიგურა, რომელიც თვითონაც ჩახჩახებდეს მხოლოდ აი ესეთ ფიგურას, რომელიც იგივე აუდიტორიასთან მუშაობს, რასთანაც ის. ხო, აქ რამდენიმე დეტალია. პირველი, რა თქმა უნდა, ცნობიერად თუ არა ცნობიერად, ჯეიდი ვენსი 2028 წლისთვის ემზადება. ეხლა ტრამპს ოფიციალურად ის მის მემკვიდრედ არ უღიარებია და ალბათ არც არასოდეს ბოლო მომენტამდე არ აღიარებს, იმიტომ რომ ხო პოლიტიკურად არ არის მომგებიანი, ხო? ეხლა რომ ვიღაცა მემკვიდრედ გამოაცხადოს, მე თვითონ სუსტდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯეიდი ვენსის ყველა ნაბიჯი, ყველა შეიძლება ესე ცნობიერად არ არის ნაკარნახები, იმიტომ რომ მას უნდა პრეზიდენტობა, რა თქმა უნდა და არა მარტო პრეზიდენტობა, ხო, ტრამპი 82 წლის იქნება, ტრამპისტული მოძრაობის, ასე ვთქვათ, ეხლა ხო კრონპრინცია და უნდა ვთქვათ მემკვიდრეობით მიიღოს ეს ტრამპისტული მოძრაობა. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება როგორ იტანს ტრამპი მისი ეგოს პირობებში, ეს ჯეიდი ვენსის ამ ნაბიჯებს. ფაქტია, რომ ან შეთანხმებულია და ფაქტია, რომ ნებადართულია. ჯეიდი ვენსი ამ მომენტში ასრულებს აი საფეხბურთო ტერმინით ტრამპის თავდასხმელის როლს, ხო? ის ასრულებს აი ამ შავ სამუშაობს. იქნება ეს მიუნხენის გამოსვლა, იქნება ეს ზელენსკისთვის გაწყვეტინება და თქვენ სწორედ აღნიშნეთ ეს როლი, ხო? ამერიკას სხვადასხვანაირი ვიცე-პრეზიდენტები ახსოვს, იყო ლაპარაკი, რომ დიკ ჩეინი ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, კამალა ჰარის მაინდა-მაინც დიდი გავლენა არ ჰქონია, მაგრამ შეხვედრებში ესე ლაპარაკებით ესე სიტყვით გამოსვლა ეს ახალია. თუმცა ეს ტრამპს ფაქტია, რომ ეს ტრამპის სტილია. ტრამპის სტილი კი არის ერთის მხრივ ეს ეგოცენტრიზმი, ნარცისიზმი, მაგრამ მეორე სხვა შეხვედრებზე შემჩნევია, რომ მას შეუძლია, რომ აბა ეხლა მარკო რუბიო რაც გვეტყვის, ან ეხლა ჯეიდი რაც გვეტყვის, ანუ გადაბარება პასუხისგებლობის, ან შეიძლება ხო არის საკითხები, მან უბრალოდ არ იცის და ხანდახან დახმარება სჭირდება. შესაბამისად, აი ეს ახლო ჯგუფი ხშირად ერთვება ამ პოლიტიკური საკითხების განხილვაში და შესაბამისად, ხო ჯეიდი ვენსი ასე ვთქვათ არის ყინულმჭრელი, ასე ვთქვათ ეს მას ეს შავი სამუშაო მან უნდა შეასრულოს. ეს გამოჩნდა ზელენსკისთან, ეს გამოჩნდა სტარმერსთან, ეს გამოჩნდა მიუნხენში გამოსვლისას. მადლობა ძალიან დიდი. ამომწურავი იყო ნამდვილად ეს ანალიზი. გიორგი ხატიაშვილი გვერდებოდა შორეული ამერიკიდან, ამერიკის ამბებით, დამოუკიდებლობით გიორგის თბილისში შეხვედრამდე.